თქვენ უყურებთ ყოველკვირეულ საინფორმაციო გამოშვება ობიექტივს. მიმდინარე წლის 6 ივნისს საზოგადოება წალენჯიხელის ინიციატივით გაიმართა გაფართოებული სხდომა. სხდომას უძღვებოდა საზოგადოება წალენჯიხელის თავმჯდომარე მელორ ზარქუა, რომელმაც ისაუბრა საზოგადოების მიზნებზე და ამოცანებზე, ასევე ქალაქ წალენჯიხის ცენტრში კულტურის სახლის მშენებარე ტერიტორიის გასხვისების შესახებ. მელორ ზარქუას შემდეგ ტრიბუნასთან სიტყვით გამოვიდნენ საზოგადოება წალენჯიხელის საბჭოს წევრები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, რომლებმაც დააფიქსირეს თავიანთი მოსაზრებები ქალაქ წალენჯიხის ცენტრში კულტურის სახლისა და სასტუმროს მშენებლობებთან დაკავშირებით. გაფართოებულ სხდომას ესწრებოდნენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირებიც, რომლებმაც აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გააკეთეს კომენტარები. Ჩვენი აზრით, რაიონის ხელმძღვანელობამ ძალიან ბევრი დრო და ხარჯი ამერიკის საკითხის გადაწყვეტისათვის, რომელიც უაზრო დაპირისპირებაში გადაიძებდა და ამ დროს უპარადროულად დარჩა რაიონის ადმინისტრაციის სასოფლო მნიშვნელობის საკითხები, როგორიცაა რაიონის გასიფიკაცია, ეჩაიეობა და სხვა საკითხები, რომელთა შესახებ რაიონის განვითარების 2003-2017 წლების ძირითად მიმართულებაში ჰქონდა აღნიშნული. ეს ასეთ გასაკითხი უნდა გაეცეს პასუხი კულტურის სახლის მშენებლობის რეალიზაცია თუ მისი დასამალება. ამ კითხვის პასუხის გასაცემად ტრიბუნალზე ვიწრო თავს საზოგადოების წარმომადგენლებს და მისი დადებითად გადაწყვეტა თუ არ მოხდება საკითხს ვახელებ მთავრობისა და პარლამენტის პირველ პირებთან. ჩვენ ამას მივაწევთ. რახან გამოიკვეთა ორი აზრი კულტურის სახლი და სასტუმრო, რომელსაც ჩვენ ვწოდებთ, ესე იგი ასეთნაირად ნუ გავიგეთ, მე ყოველწლიურად ცოტა სხვანაირად მესმის. ადგილობრივი ხელისუფლება დღევანდელი კატეგორიული წინააღმდეგი კი არ არის კულტურის სახლის რამდენად მე მესმის. უბრალოდ მისი პერსპექტივის არჯერა. აი ეს მომენტი დასაზუსტებელია ხელისუფლებასთან მართლა აპირებენ ისინი კულტურის სახლის აშენებას თუ არ აპირებენ. გამიგეთ? მე მაგალითად რო ვიყავი სამინისტროში, დამაჯერებლად ვერ გავიგე, პასუხი ვერ გამცეს. ბუნებრივია ახლა მისწრაფ ვიქითკენ რომ რაღაც გაკეთდეს მათი მუშაობის დროს სასარგებლო, ეს მისასალმებელია. მაგრამ ერთმანეთში არ უნდა ავიღოთ რა რას ჯობს დღეს. აი ესა. თუ მართლა არის პერსპექტივა და იმ 201 მილიონში და მეც ასე მჯერ როგორც თქვენ ბრძანებთ, რომ ისინი აპირებენ ამის გაკეთებას, რა თქმა უნდა ორი აზრი არ შეიძლება იყოს და უნდა გაკეთდეს კულტურის სახლი. სახლი აშენდეს იქ, სადაც არის გაწყებული, ეს არის 30 წელი, რაც მონიშნულია და ეს უნდა გაგრძელდეს და ძალისხმევა უნდა გაერთიანდეს იქიდან, რომ იქ აშენდეს კულტურის სახლი. ჩემთვის დავუშვებ. სხვა ადგილი კულტურის სახლისთვის არ არსებობს, მეგონია რომ აქ უნდა აშენდეს. გამოსავალი ამ შემთხვევაში. გამოსავალი არის ერთი, ხონდა ჩვენ საუბარი რაიონის ხელმძღვანელობასთან, რომ არ იყოს სხვადასხვა ეჭვები, მოვიდნენ 2 სამინისტროა, რომელიც კურირებს ამას, კომისია და გადაწყვეტა. და აქ ამით მოხდება აზრის დაახლოება. ახლა სხვა საკითხები. ძალიან ბევრი დრო წაიღო ამ საკითხმა. უფრო მნიშვნელოვანი საკითხები არის წალენჯიხაში დარჩენა. ყველამ ვიცით, ბოლო 9 წელიწადში წალენჯიხა არის დაჩაგრული. მე დავდივარ ყველა რაიონებში, ახლაც ვიყავი ერთ რაიონულ ცენტრში, უარესი რაიონული ცენტრი, მე არ მინახია რაც არის წალენჯიხა. პატი გაკეთდა და კარგია. სხვა წალენჯიხაში ბოლო 9 წელიწადში სხვადასხვა მიზეზით არ გაკეთებულა. ჩემი ყონა მეგობრული ადამიანური ფაქტორი და ასე შემდეგ ინვესტორსაც შეიძლება შევუწყოთ, მაგრამ ჩვენ ერთმანეთში უნდა ვიდეოთ, რომ ხალხისთვის სასაცილო ვიყოთ, რომ საზოგადოება და საკრებულო გამგეობა ერთმანეთს ედევია. პირიქით, ჩვენ არ ვართ თქვენთვის თქვენდანი დაპირისპირებული ძალა. პირიქით, ჩვენ გვინდა, ჩვენ წარმატებები ვნახოთ და თუ არ გინდა, იმ შემთხვევაში შეიძლება საფრთხე ძალიან ლამაზი არ იყოს. დაპირისპირებული ხარი არავის არ აქვს, აღწევ ხელმძღვანელობას და ახლა ამ საზოგადოების საბჭოს წევრები და გამგეობის წევრები არ არიან ეს ადამიანები, ალბათ თავისუფლად ყველა ადამიანს მათ შორის მეც ფაქტობრივად რაღაცა გაიგეთებია. იქ სადაც ჩემი აზრი ასეთია, სადაც კულტურის სახლი უნდა აშენდეს კულტურის სახლი. თუ არის პირველ რიგში სულიერება, თქვენი სასტუმრო და თქვენი ბარები, ეს არის მეორე ხარისხი. ჩვენ ფუფუნებაზე არ ვიფიქროთ, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ სულიერებისათვის. ჩვენ თუ ვიმღერებთ კიდევ სხვაზე უკეთესად ქართველები ვართ, არ არის ის დრო რუჩხარაკიანები პატარა სცენაზე რო გამოდიოდნენ და რო მღეროდნენ, ჩვენ ცივილიზებული ხალხი თუ ვართ წალენჯიხელები აშენდეს ბატონო იქ კულტურის სახლი და მე იმ ფულიანებმა
არ შენს იცისმეტი რა არის მაინც და მაინც ამ კულტურის სასწრაფოა მაგრამ წარენჯიხაში არ უნდა შენდებოდეს შენობა იმის გულს რომ შენობა იყოს და ნახოთ გავიარო წელში რამდენია ჩამოთვლილი შენობები რა და და კიდევ ერთს დაუმალეთ იმას ავაშენებ მაგრამ კიდე უამრავ იმას დაუმალეთ დასაგრებო შენობები აი ეგ არის ყველაზე ჩვენ წარენჯიხები უნდა ვიამაყოთ და არა ძაგდეს ერთმანეთს რა თქმა უნდა ჩვენ სასტუმროს წინააღმდეგი არ ვართ მივესალმებით კიდევაც იმიტომ რომ ჯანჯღავებმა იმ ხელისაქმე გავუკეთეს რაინეს რომ პატივსაცემია ის ხალხი და პატივსაცემია და მადლობის მეტი არაფერი არ გვეჭირს ხელი უნდა შევუწყოთ კიდევაც ყველანაირად რომ ნამდვილად დააშენონ ის სასტუმრო მაგრამ რა ხან საძირკველი არსებობს იქ გავაკეთოთ ესე რომ არ იყოს ეს ამდენი სადავო ამდენი სალაპარაკო და დაიწყოს იქ დაიწყება თუ არ დაიწყება წელს იქნება მომავალ წელს თუ 5 წლის შემდეგ იყოს ის ადგილი იმიტომ რომ ის არის ცენტრის ადგილი ცენტრალური ადგილი და ახალგაზრდებისთვის მომავალი თაობისთვის სოფლის მოსახლეობისთვის, სოფლის ბავშვებისთვის, იმიტომ სოფლიდან ჩამოსული ბავშვისთვის ძალიან ზეია შორს პერიფერიაში წავიდეს და არის შესაძლებლობა აქ იყოს და გადაწყდეს ეს დადებითად ერთმანეთთან კონსენსუსის წესით შევთავაზოთ ცივილურად, კულტურულად და გავაკეთოთ ეს თეატრი. რატომ შახისა არ იყოს აქ განაიცედგას საკითხი რომ კულტურის სახლი არ გვინდა ჩვენ და წარენჯიხას ეს არ უნდა ასე არ დასაკითხი მე მგონი. მაგრამ მოდი მაჩვენეთ ის რეალობა, როდის იქნება ეს კულტურის სახლი. იმიტომ რომ საკონფერენციო დარბაზიაში მედიათეკები შენდება დიდ ცენტრებში, დიდ ქალაქის ცენტრებში მედიათეკები შენდება, სადაც კიდევაც წაიკითხავ, კიდევაც კონფერენციები ჩაატარებ, კიდევაც რაღაც ის მხარე მიყვარს გალამას და ჯანჯღავაში სულ არ ვიცნობ მე ვინ არის ეს ხალხი, მაგრამ რაც წალენჯიხა გაალამაზა რა ამ ადამიანებმა ინვესტორია მოდი მოვიზიდოთ ეს კაცი კი არ გავაქციოთ აგერ არის ტერიტორია ჯიხას გვერდით ორივე ხიხსი არა ვარ წალენჯიხელები ესეც იყოს ისიც იყოს იქ მოვინიშნოთ ტერიტორია და არ გავაქციოთ ეს კაცი სადღაც ზუგდიდში რაღაცას აშენებსო მე მწყდი ძალიან დამწყდება გულის პაგალო წავიდეს ხო და ისე გავაკეთო მე კითხვა მაქვს აი რა თანხა არსე ის ზოგადია რაც მოვისმინე რა შესაძლებლობა არსებობს იმისათვის რომ მართლა აშენდეს ეს რამდენწლიანი პროექტი რომ მართლა გქონდეს ეს აქ განა ორი აზრი შეიძლება არსებობდეს რომ ჩვენ კულტურის სახლი გვინდა და კულტურის ცენტრი გვინდა ძალიან ქალაქობაც ძალიან საწყელი იქნება თუ ინვესტორი გაიქცევა და ძალიან მეცქნა მართლაც ასეც ზეგი აქ ზეგი უნდა შევაჯეროთ ჩვენებისა აქ რამდენი ადამიანი დენი აზრია ორად არის გასული ყოფილი აზრი ახლა ყველა ზოგს უნდა დაუშვათ კულტურის სახლი აშენდეს მე აბსოლუტურად ვერ დავეთანხმები ბატონ გონელის იმაში რომ კატეგორიულია ძალიან კატეგორიული რო იქნება კატეგორიულობა არ შეიძლება არ არის სწორი შეიძლება კატეგორიული არც აქედან ხარეს ვარ არც აქედან ხარეს ვარ ეს ერთი საკითხია რომელმაც ლებათა ხელვა კი არ უნდა გამოიწვიოს აი ეს ენერგია რაც აქვს ხელისუფლებას რაც აქვს თქვენ საზოგადოებას ეს უნდა შეჯერდეს და მიმართული კი არ უნდა იყოს ერთმანეთის საპირისპირო რომ ერთმანეთს დავეჯახოთ ამაში დავხარჯოთ ეს ენერგია არამედ გამოიყენოთ იმისათვის რომ გავერთიანდეთ ეხლა ინვესტიციებს რო ეძახეთ კი ბატონო მაგრამ ესეც ხო ინვესტიცია იყო მაშინდელი რომელიც იმ საფუძვლის გაკეთებაში ფაქტობრივად შენობის მესამედი უკვე გაკეთებულია მშენებლებს თუმცა ყველას მეცნიერება რომ სახლის ფუნდამენტის გაკეთება არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემური და შრომატევადი და ხარჯიანი სამუშაო და ეს გაკეთებულია და არის გათვალისწინებით და იმის გათვალისწინებით რომ კულტურა პრიორიტეტული იყო და იქნება უკეთესი იქნება თუ ამ ადგილას გაკეთდება კულტურის სახლი და ეს შესაძლებლობა რომ ხელიდან არ გაუშვას საზოგადოებამაც და ხელისუფლებამაც ერთად უნდა იმუშაოს ერთობლივად მე არ მეგულება წარენჯიხაში პიროვნება ადამიანი არც ხელმძღვანელები და არც ზიგით მოქალაქეებიდან რომელიც წინააღმდეგი იყოს ამ კულტურის სახლში თავარია იყოს გული გულდომება მოგვიბაც ასაკობილია ნახევარია ოსაკის ტიპია მაგრამ გულის მოძიება ესე იქ სახსრების მოძიება რომ აჟენდეს კულტურის სახლი მე ჩემთვის როგორც ამ კულტურის დარგის მუშაკისათვის ეხლაც ასეთ საუბრიერება რო კულტურის სახლი გაასწრა საერთოდ რატომ უნდა დაისვას ეს კითხვა რომ კულტურის სახლის ყოფილი კულტურის სახლის ადგილას რაიმე სხვა აშენდეს თუ არა რატომ უნდა დაისვას ეს კითხვა მაინტერესებს
ვისაც უნდა რომ კულტურის სახლის ყოფილი ტერიტორიაზე აშენდეს კულტურის სახლი, მას აქვს ინტერესები. ეს ინტერესები გამომდინარეობს სულიერებიდან. ვისაც უნდა რომ სასტუმრო აშენდეს, იმასაც აქვს ინტერესები და მე დიდი ეჭვი მაქვს, რომ მას მის ინტერესები სულიერებიდან გამომდინარეობდეს. აქ ყველაფერი იკვეთება. ვერავინ ვერ დამატალ, ბავშვები არავინ არ ზის, ყველას აქვს თავისი ინტერესი. ძალიან ხო, არსებობს ქვეყანაში ცენტრალური ხელისუფლება, ადგილობრივი თვითმმართველობა, არსებობს ხალხის აზრი. ჯერ კიდევ 9 წელი რომ გავიდა ახლა, ამ პერიოდში ჩვენ მიჩვეული არ ვართ თავისუფლებას. 9 წელი ვიყავით დამონებული. და ჯერ კიდევ არ არის გასწორებული ის, რომ ჩვენ მონები არ ვართ და ჩვენ არ დავხარდებით იმას, რასაც თავზე მოვაყვებით. ინვესტორი როგორც კი მოვიდა ჩვენთან, მოიტანა პროექტი. ასეთი თავისი პროექტი არ იყოს იყო ესკიზი. უბრალოდ პროექტი გასაც არ არის. ბატონო, ჩვენ ეთქვით ახლა პროექტი მოიტანა, დაწყებული სურათი იყო, პირდაპირ მაღაზიაში დიდები. ბატონო, მაღაზიაში მე არ ვიცი ახლა თქვენ მაღაზიაში რა სიდულობთ, რა გეუბნები და თქვენ გამამთავრები მაღაზიაში დაიკიდება იმას ბოლოს ერგოს. ეს მარტივი არ აქვს მაგას ბატონო და ყველა სასწრია და მობილება იმიტომ ჩაიდო იმ წელში რომ თქვენ და ის ინვესტორი ერთად ხართ დაინტერესებული რომ იქ ანიმაციაზე რა იმის მობილება ამას ნიშნავს რომ ეს სახარე ჩვენ არ არის არ ვაფარებ ჩვენ ვერ ვიხდით მობილებას ჩვენ ის დავაფარებ ხეს იმას გამგებელი დოკუმენტურად ჩვენი გამოსვლისვე მოგადეთ ყველა მობილება არის ასე რომ ციფრა მობილება ეს არის დაგაშაულებელია ჩვენ ეს არ უნდა დაამტკიცო არ სხვაგან მოგიწევთ ამის გამარტება ბატონო მე წინადადება უჯრაში რო ჩამედო მე ვიქნებოდი სისხლის სამართლის დანაშაული იმიტომ რომ ინვესტორი მოვიდა მე ამას რეაგირება არ მივეცი და ყველაფერი უჯრაში დავმარხე ასე რომ ჩვენ საჯარო მოხელეებს არავით არ უქმდება არა გვაქვს რომ როცა ინვესტორი მოდის და ჩვენი ტერიტორია არ არის ჩვენ ხელი უნდა შევიწყოთ თორე მოდინება სულ სხვა რაღაცა ბატონო ასე რომ ჩვენი სიტყვები ერთმანეთში არ გაგვერიოს ერთმანეთს მიმართოს ესიერა ჩვენ კულტურის სახლის აშენების მომხრევარ ბატონმა შახინ დააფიქსირა ჩვენივრად და კარგად არავინ არ არის წინააღმდეგი ასე კულტურის სახლის შენობაზე რომელიც წალენჯიხი შეიძლება იყოს წინააღმდეგი სახელმწიფო უნდა აშენოს კულტურის სახლი ახლა გამომდინარე თავში როგორც დავიწყე 70 მილიონი ღირებულების ინფრასტრუქტურის პროექტებია ჩვენს რაიონში გასახორციელებელი როგორ გონია ახლა 3 მილიონი ჩვენ რო ჩავდოთ ახლა საქართველოს გამოგიყოდა მე პრიორიტეტში კულტურის სახლი დავწერო რა უთხრა ნაკიგუელებს რომელსაც წყალი არ არის და გზა არ არის რა უთხრა მუშაველებს რომელსაც წყალი არ არის გზა არ არის რა უთხრა მედანის მაცხოვრებელს რა უთხრა ფაკულარის მაცხოვრებელს რა უთხრა ჩხალის მაცხოვრებელს რა უთხრა მიქავას მაცხოვრებელს რომელსაც გზა და წყალი არ არის ბატონო მელო დემოკრატიის შემადგენელი ნაწილია რომ რაღაც საკითხთან დაკავშირებით არსებობს განსხვავებული აზრები ჩვენ მივეჩვიეთ 70 წელიწადი ცხოვრობენ ბოლშევიკურ ჭირში და 20 წელიწადი ცდილობდნენ ნახევრად ბოლშევიკურ ჭირში და უბედურებაში ხო შეადგინეთ კატალოგი სადაც დაიწერება მარცხენა მხარეს პრო მარჯვენა მხარეს კონტრა რას ნიშნავს პრო ვეთანხმები რაღაცას კონტრა ნიშნავს არ ვეთანხმები რაღაცას რა თქმა უნდა ეს უნდა იყოს საქმიანი და არა საზრებულო მართლა და ლოზოქრე ხო რატომ აშენდეს იმ ადგილას ეს რატომ აშენდეს თეატრი რატომ აშენდეს სასტუმრო ხო ეს უნდა იყოს დემო რა შედეგი შეიძლება მოუტანოს სასტუმრომ შენებლობამ წალენჯიხის ეკონომიკას და დასაქმებას და რა შედეგი შეიძლება მოუტანოს კულტურული დაწესებულების შენებლობამ რა უნდა მას გარკვეულ უნდა გამიძნელია ეს არა მიუხედავად ამ ყველაფრისა მისყალიდან გაიგზავნა წერილები ის რომ საკითხი არცად არ დაგენებულა ბატონოგირი გამაში ვერ დაგეთანხმებით მე მოგვიანებით მოგავკეთ ამ წერილობით დოკუმენტაციას რომ ეკონომიკის სამინისტროში უჯერითად სამინისტროში შემდგომ კულტურის სამინისტროში მთავრობის ემბაზმე ხელისუფლების დახმარებით უახლოეს პერიოდში რამდენად არის შესაძლებელი რომ ჩვენს ადგილობრივმა ბიუჯეტმა რაღაცა მოგვითხრა გავეჭიროთ და რამდენად არის შესაძლებელი მათი დახმარებით აშენდეს კულტურის სახლი. ჯერჯერობით ამაზე პასუხი არ მივიღია. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ წელი გავაგზავნეთ იმ ადამიანის, ვინც შემოვიდა ინვესტიციის პირობით და ეკონომიკის სამინისტრო ითხოვდა
რეაგირება სწავს მათთვის ახლა მნიშვნელოვანია, არა აქვს მნიშვნელობა, მნიშვნელოვანია ინვესტიციის შემოდინება და მეტი შემოსავლის მიღება სახელმწიფო ბიუჯეტში. ჩვენ იმ პასუხებამდე, რაც გვექნება ინფრასტრუქტურის სამინისტროდან, კულტურის სამინისტროდან და მთავრობიდან, ეკონომიკის სამინისტროს კიდევ ერთხელ მიმართეთ, რომ ეს პროცესი შეჩერდეს, მანამ სანამ არ გვექნება საერთო პოზიცია, როგორც თვითმმართველობას, როგორც საზოგადოების წარმომადგენლებს, როგორც ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებს, კულტურის სამინისტროს და ინფრასტრუქტურის წარმომადგენლებს. ეს რომ ამ ხრივ არაფერი არ ხდება და რაღაც გვერდის ავლის ვიდის ამ პროცესი რაღაცა მაღლა მიმდინარეობს, ეს ასე არ არის. ბატონო გოგო, არაფერს არ ვითხოვთ. ჩვენ გავაგზავნოთ წერილი და შევაჩეროთ ეკონომიკის სამინისტროს უთხრას, რომ ასეთი მდგომარეობა და გაჩერდეს. სანამ ეს საკითხი გადაწყდა. სანამ არ დაიმალო, მე ვიწერე, სანამ არ გვექნება გასული იმისა, რომ უახლოეს პერიოდში აშენდება ის, ვიდას ყოს მომავალს, ხო? ველოდებით პასუხს, სანამ არ იქნება პასუხი ეს პროცესი. მაგრამ რამდენი მე მაქვს, ამას ჩემი მოსაზრება ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს იყოს რაღაც დაკონსერვებული რაღაცა 5 წლით, 10 წლით და 20 წლით. ეს არის თქვენზე დამოკიდებულება. ეს არის ყველაზე ბევრი რაღაცებია, მაგრამ ეხლა ჩვენ ვარ გასულკვირას ძლიერმა წვიმამ და ქარიშხალმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტს მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა. თემებსა და ქალაქში სახურავი გადახადა საცხოვრებელ სახლებს, საბავშვო ბაღებს და მრავალბინიან კორპუსებს. მოსახლეობას გაუნადგურდა სავარგულები, წაიცა მრავალწლიანი ხეები, რამაც გამოიწვია ელექტროენერგიის სადენების დაზიანება და გზების ჩახერგვა. ასევე სტიქიამ ქალაქის ცენტრალურ პარკში ძირფესვიანად მოგლიჯა წიწვოვანი ხეები, აყარა დეკორატიული ფილები, დაამტვრია სკამები და სანაგვე ურნები. სტიქიის შედეგად დაზიანებული ადგილები დაათვალიერეს და დაზარალებულ მოსახლეობას პირველადი დახმარება გაუწიეს წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ბელქანიამ, გამგებელმა გოგა გულორდავამ და გამგეობის ურბანიზაციისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის წარმომადგენლებმა. გაწმენდით და ელექტროენერგიის აღდგენით სამუშაოებში ჩართულები იყვნენ წალენჯიხის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურის, ენერგოპროჯორჯიას, წალენჯიხისა და ზუგდიდის სამაშველო ბრიგადები. ზარალის დამცვლელი მუდმივ მოქმედი კომისია უკვე სწავლობს ზარალის ოდენობას და უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი ზარალის საერთო რაოდენობა. ხუთივნის წალენჯიხის მუნიციპალიტეტს სტუმრობდა ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტი მეუფე გერასიმე, რომელმაც მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაათვალიერა მიქავას თემში, კერძოდ ლეჯოლოხეს უბანში მშენებარე თამარ მეფის სახელობის ეკლესია, ქვედამაზანდარის უბანში წმინდა ნინოს სახელობის ტაძარი და სქურის ფერისცვალების სახელობის მამათა მონასტერი. მეუფემ ასევე დაათვალიერა სტიქიის შედეგად დაზიანებული ქალაქ წალენჯიხის ცენტრალური სკვერი. მეუფე გერასიმემ მოიწონა სკვერში დარგული მაგნოლიისა და კამელიის ულამაზესი დეკორატიული ხეები და წალენჯიხის ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ სასურველია მომავალშიც მოხდეს ცენტრალური სკვერის დეკორატიული მცენარეებით შევსება. ზუგდიდ ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე ჩამოგზავნდა წალენჯიხის რაიონში დაათვალიერა სტიქიით დაზარალებული ადგილები, მოსახლეობას შეხვდა, მოუწოდა ღვთის წმენისაკენ, დათმენისაკენ. იყო მშენებარე ტაძრებში ლეჯოლიხეში, სქურის ფერისცვალების სახელობის მამათა მონასტერში, გამოიარა მაზანდარის წმინდა ნინოს სახელობის მშენებარე ტაძარში, რეკომენდაცია მისცა მშენებლებს
მიმდინარე წლის 7 ივნის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო საკონსულტაციო სამსახურში ACF-ის პროგრამით წალენჯიხელი ფერმერებისთვის ჩატარდა ერთდღიანი ტრენინგი ცხოველთა ვირუსულ ინფექციებთან დაკავშირებით, სადაც საუბარი იყო ცხოველთა დაავადებების პრევენციაზე, გამომწვევ მიზეზებზე და ფორმებზე. ტრენინგს უძღვებოდა ACF-ის წარმომადგენელი ვეტერინარი დავით ჭეჟია. უახლოეს დღეებში ACF-ის ორგანიზაცია ცხოველთა დაავადებების თავიდან აცილებების მიზნით ბუფერულ ზონებში ჩაატარებს უფასო ვაქცინაციას. კერძოდ კი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საზღვრისპირა სოფლებში. მაგრამ ყველა ის ღორი, ვისაც გაუკეთდა ეს ვაქცინა, გახდა ამთვისებები. ისა მატარებელი. თვითონ არ ავადდება, გარემოს ცვლის. აფრიკაში 90%-ს აი ამ ღორებისაც გაცხოვრობს აფრიკაში აქ აფრიკული ჭირი. მაგრამ ეს არ ვლინდება კლინიკურად. იმიტომ ყველა არის მატარებელი. შემოვიდა ეს ღორის ხორცი ფოთში იყო პირველი კერა. ის 2004 წელი თუ აქცია. სადეზინფექციო ნივთიერებების მიმართ. ახლა ცოტა დეზინფექციის ამბავი ცოტა ვინც იცის, ცოტა ისეთი სიტუაცია უკვე სადეზინფექციო ნივთიერება ვირუს 4 საათის განმავლობაში 2%-იანი ნატრიუმის ტუტის ხსნარი. 24 საათის განმავლობაში უნდა იყოს ამის ლიკვიდაცია. ესე 24 საათი უნდა იყოს ნატრიუმის ტუტის ხსნარის ექსპოზიცია სულ. საინფორმაციო საკონსულტაციო სამსახური ატარებს ტრენინგს ძირითადად მეცხოველეობის, საერთოდ ცხოველთა დაავადებებზე, ცხოველთა ინფექციურ დაავადებებზე, ძირითადად იმ დაავადებებზე, რომლებიც ჩვენთან რეგიონში არის გავრცელებული, როგორც არის ხორის ჭირი, ორის აფრიკული ცხელება, ფრინველის ჭირი და საერთოდ ზოგადად იმ დაავადებებზე, რომლებიც ყველაზე მეტად დააწუხებს ფერმერებს. ესწრებიან ფერმერები. ეს ტრენინგი დღეს ტარდება ACF-ის ორგანიზებით, ხშირად ატარებენ მსგავსი ტიპის ტრენინგებს რეგიონებში. რათა მოხდეს ფერმერების ცნობიერების ამაღლება პირველ რიგში, მოხდეს ცხოველთა დროული, ასე შეიძლება ითქვას, დაავადებების დროული პრევენცია, ანუ მხედველობაში მაქვს დროულად ჩატარება ვაქცინების, დროულად ჩატარება თქვათ ვიტამინოთერაპიის, ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი არის. თქვათ ფერმერი, როდესაც უკვე იწყებს ვაქცინის გაკეთებას, ამ შემთხვევაში უკვე სამწუხაროდ ვირუსი უკვე ინკუბაციურ სტადიაში არის და შესაბამისად ძალიან დაბალი არის რისკ ფაქტორი იმისა, რომ გამოჩავდელდეს შემდგომში უკვე ცხოველი. უფასო არის და ისეთი ვაქცინები, რომლებიც თქვათ ფინანსდება სახელმწიფოს მიერ, ძირითადად ეხება ზოონოზურ დაავადებებს, ანუ ცხოველიდან იმ დაავადებებს, რომელიც ცხოველიდან ადამიანზე გადადის. ხოლო ის დაავადებები, რომელიც არის თქვათ როგორც არის ჭირი, ქათმის ჭირი და მსგავსი ტიპის ინფექციური დაავადებები, სამწუხაროდ ვერ ფინანსდება სახელმწიფოს მიერ, ამიტომ თვითონ მიპატრონემ უნდა დაიფინანსოს ეს ვაქცინები. პარტია ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს წალენჯიხის ორგანიზაციის თავმჯდომარე ბერდია კალანდია და ამავე პარტიის აქტივისტები წყოუში სუბანში მცხოვრებ მერაბ გოგოხიას მრავალშვილიან ოჯახს ესტუმრნენ და საჩუქრად სხვადასხვა სახის საკვები პროდუქტები მიუტანეს. ასევე ისინი გაეცნენ სოციალურად დაუცველი ოჯახის პრობლემებს და მომავალშიც აღუთქვეს მსგავსი სახის დახმარება. სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახის ყოველთვიურ შემოსავალს შეადგენს მხოლოდ 200 ლარი. 7-სულიანი ოჯახი უკიდურეს პირობებში ცხოვრობს. წვიმიან ამინჩის სახლს აწვიმს, ფანჯრები ყველა ოთახში ჩამტვრეულია, მცირე წლონებს არ გააჩნიათ ლოგინი და არც ტანსაცმელი. ოჯახის უფროსის მერაბ გოგოხიას თქმით, ყოფილ ადგილობრივ ხელმძღვანელობას დახმარების გაწევის მიზნით არაერთხელ მიმართა, თუმცა მათი ბედით არავინ დაინტერესებულა. ამჟამინდელი ხელმძღვანელობისთვის კი ჯერ არ მიმართავს. ყველა მანდოს ხარი. ბატონო ბერდიას და ყველას. გაერო მოვიდა, მაგრამ არაფერი არ იყო. 5 შვილი მყავს, არაფერი საშუალება არ მაქვს, მაძლევ დახმარებას, ის სოციალურ დახმარების ცუდი მდგომარეობაში ვარ. პარტიაში რამდენიმე კვირის წინ შემოვიდა გოგოხების განცხადება, სადაც საუბარი იყო იმ მძიმე სოციალურ მდგომარეობაზე, რომელიც შექმნილია აი ამ ოჯახში და უბრალოდ პირველ იმისთან დაკავშირებით პარტიის აქტივისტებმა მცირედი დახმარება გაუწიეთ გოგოხების ოჯახს და
იმედი გვაქვს, რომ ჩვენს აი ამ აქციას სხვები შეუერთებიან და რა ვიცი, ვცდილობთ, რომ ყველანაირად დახმარება გაუწიოთ იმ ოჯახებს, რომელიც ძალიან მძიმე მდგომარეობაში იმყოფებიან. უფასო სამედიცინო გამოკვლევები შენთვის. წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს უფასო სამედიცინო გამოკვლევები, რომელსაც ახორციელებს ბერძნული სამედიცინო ფონდი ჰიპოკრატე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ დაფინანსებული პროგრამის ფარგლებში. ძუძუს კიბოს სკრინინგის პროგრამის ფარგლებში უფასო გამოკვლევები უტარდებათ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ 40-დან 70 წლამდე ასაკის ქალბატონებს. პროსტატის კიბოს გამოკვლევებია 50-დან 70 წლამდე ასაკის მამაკაცებისთვის, საშვილოსნოს ყელის სკრინინგი კი უტარდებათ 25-დან 60 წლამდე ასაკის ქალბატონებს. ამ პროგრამის ფარგლებში მოსახლეობისთვის უფასო სამედიცინო გამოკვლევებს ატარებენ ექიმი მეან გინეკოლოგი ხათუნა წურწუმია და ექიმი მამოლოგი დიმიტრი აბრალავა. უფასო სამედიცინო გამოკვლევები წალენჯიხის მუნიციპალიტეტში 28 ივნისამდე გაგრძელდება. ხუთივნის მთელს მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც გარემოს დაცვის დღე აღინიშნა. ამ დღეს სკოლა ლიცეუმ ქიაჩიც შეუერთდა. გარემოს დაცვის დღესთან დაკავშირებით ქიაჩის მოსწავლეებმა კლასების მიხედვით წარმოადგინეს პროექტები. მათ მიერ გადაღებულ ფოტოებზე გამოსახული იყო დაბინძურებული გარემო. მოსწავლეები ხაზგასმით აღნიშნავდნენ, რომ გარემოს დაბინძურებაში უმეტესწილად სწოდავს მოსახლეობა. მათი თქმით, ყველას აქვს უფლება ცხოვრობდეს უვნებელ გარემოში, მაგრამ ყველა ვალდებულია გაუფრთხილდეს ბუნებრივ და კულტურულ გარემოს. მოსწავლეებმა ასევე ისაუბრეს იმაზე, თუ როგორ უნდა იყოს დაცული მდინარე ჭანისწყალი. დღის ბოლოს კი დაასუფთავეს სკოლის მიმდებარე ტერიტორია. მოსწავლეებს ამ ღონისძიების მოწყობაში დახმარება გაუწია სკოლა ლიცეუმ ქიაჩის მასწავლებელმა ნინო ევზიამ. აღსანიშნავია, რომ 1972 წლის 15 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 5 ივნისი გარემოს დაცვის დღედ გამოაცხადა. გარემოს დაცვის მსოფლიო დღის აღნიშვნა მიზნად ისახავს გარემოს შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისათვის ბრძოლაში საზოგადოების აქტიურ ჩაბმას. პრობლემა ჩვენს ქალაქში არის ის, რომ ჩვენთან არ არის ნაგავსაყრელი. სხვადასხვა ნარჩენისთვის, სხვადასხვა იმისთვის განკუთვნილი სპეციალური უბნები. ხალხი ნებისმიერ ნაგავს ერთ უბნაში ატარებს. ეს ხანდახან, როდესაც რამეს შეიძენენ, პირდაპირ აგდებენ ამას ქალაქში და ეს ხშირ შემთხვევაში ხდება მდინარეში და ეს რა თქმა უნდა გარემოს პრობლემას უქმნის. გარემოს დაცვისათვის აუცილებელია ყოველმა ჩვენმა ვიცოდეთ. წლის განმავლობაში რომელი რიცხვი ეკუთვნის გარემოს დაცვის საქმეს. 1972 წელს გაერომ 5 ივნისი გარემოს დაცვის დღეს გამოაცხადა. ამ დღის აღნიშვნა მიზნად ისახავს გარემოს შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისათვის ბრძოლაში საზოგადოების აქტიურ ჩაბმას. აფხაზეთი ჩვენი ტკივილია, გვჯერა რომ ამ ტკივილს მალე მოვიშუშებთ. გამოგვეხმაურეთ თანეტოლებო. გასულ კვირას საჩინოს თემის ნომერ 1 და ნომერ 2 საჯარო სკოლების მოსწავლეებმა სასკოლო პროექტის ფარგლებში გამართეს ღონისძიება, რომელიც მიეძღვნა აფხაზეთში მცხოვრებ თანეტოლებს. სცენაზე გამოსვლელებმა წარმოადგინეს აფხაზეთზე მიძღვნილი ჩანახატები, რომელიც მათთვის ნაცნობია მხოლოდ და მხოლოდ წიგნებიდან და კინოფილმებიდან. მოსწავლეების თქმით, ამ პროექტის მიზანია გაღმა ნაპირელები შემოუერთდნენ მათ და დაინგრეს გაუცხოების კედელი, აღდგეს ჩატეხილი ხიდი ახალი თაობების ძალისხმევით. ღონისძიებაზე ასევე წაკითხულით მეგრულ აფხაზური ლექსები და გაჟღერდა სიმღერები. საჩინოს საჯარო სკოლაში ჩატარებული ღონისძიება 2 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა, რომელსაც ესწრებოდნენ პარტია ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს, წალენჯიხის ორგანიზაციის თავმჯდომარე, ამავე პარტიის წევრები, წალენჯიხის რესურს ცენტრის უფროსი და პედაგოგები. აღნიშნული პროექტის იდეა ჩაისახა საჩინოს ნომერ 1 საჯარო სკოლაში მე-7 კლასელებთან ლიტერატურის გაკვეთილზე, ხოლო ამ იდეის განხორციელებას ხელი შეუწყო ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა იზა ლომაიამ. აფხაზეთი უსასრულოდ კიბლით დასევდა. ამავდროულად იმედის დაბერწკალი, აფსუა, აფშილები და აბაზგები, რაც ქართველი ერის მტერი. წელთაღრიცხვის დასაწყისში კი ქართველი ხალხის ჭირვარავის თანაზიარი.
ნაკუწ წარმიწაწვლის მოწყვეტის დაიწყება მე-19 საუკუნის დასაწყისიდან რუსების მიერ. მოყრად მოსულმა მტერმა მრავალწლიანი მეგობარი დაგვირისპირა. გაჩნდა გაღმა და გამაღმა ნაპირები. საუკუნოვანი თანაცხოვრების შედეგია ალბათ ის, რომ აფხაზებთან ერთად დღეს ქართველები ცხოვრობენ. ისინი თანაარსებობენ კულტურულად, პოლიტიკურად, ეკონომიკურად, მაგრამ ზოგიერთ გაღმა ნაპირებს მაინც ურჩევნია ქართულ სკოლაში იაროს. ჩემი ნათესავები აფხაზეთში ცხოვრობენ. იქაური ბუნებითა და ჰაერით ნასაზრდოებნი არიან. სწორედ ამიტომაც განსაკუთრებით უყვართ ეს მხარე. მიუხედავად ამისა, მათ შეძლო შეენარჩუნებინათ იქ ცხოვრების უფლება. ისინი ჩვენი ოჯახის ხშირი სტუმრები არიან. ჩვენ ძალიან ბევრს საუბრობთ მათ იქაურ პირობებზე, სოფლებისა და ქალაქების მდგომარეობაზე. მიუხედავად ოჯახის ქალბატონის ელისაყურუას ქართული წარმომავლობისა, ერთმა ჩვეულებრივმა აფხაზურ-ქართულმა ოჯახმა შეძლო არსებობის შენარჩუნება. ამ ღონისძიებასთან დაკავშირებით მინდა აღვნიშნო, რომ აფხაზეთი მთელი საქართველოს ტკივილია. ეს აფხაზეთის პრობლემა უკვე საქართველოს ფარგლებს გასცდა და ძალიან კარგია, რომ წალენჯიხაში აფხაზეთს ახსენებენ და უყვართ აფხაზეთი და თავიანთ სიყვარულს გამოხატავენ. ძალიან ბევრი იძულებით გადაადგილებული პირი ცხოვრობს წალენჯიხაში და ჩვენთვის უფრო მტკივნეულია ეს საკითხი, ვიდრე ვთქვათ დედამიწის სხვა კუთხეებში. მე დიდი იმედი მაქვს, რომ აფხაზეთი აუცილებლად საქართველოს დაუბრუნდება. პროექტის იდეა ჩაისახა საჩინოს დომერ პირველ საჯარო სკოლაში და მართალი გითხრათ ლიტერატურის გაკვეთილზე. პატარა ბავშვებში, მე-7 კლასელებში და ყველაფერი დაიწყო იქით, რომ მე-7 კლასელებმა გადაწყვიტეს წერილი მიეწერათ საკუთარი აფხაზი თანატოლებისათვის. და მეორე დღეს აი მშვენიერ კონვერტებში მოთავსებული გაფორმებული წერილები წარსდგნენ გაკვეთილზე. ჩვენ წერილები გადავაგზავნეთ აფხაზეთის სამინისტროში და ვთხოვეთ იმავდროულად აფხაზეთის სამინისტროს შესაძლებლობის ფარგლებში ყურადღება მიექცია ამ ბავშვებისთვის და რამენაირად ეს წერილები მოხვედრილიყო აფხაზეთის რომელიმე ნებისმიერ სკოლაში. და მართალი გითხრათ, მთელი პედაგოგიური კოლექტივიც მოლოდინში იყო. მთელი ერთი თვის განმავლობაში გაფაციცებით ველოდებოდით პასუხს, მაგრამ სამწუხაროდ ვერანაირი პასუხი იქიდან ვერ მოვიდა. მიუხედავად ამისა, ბავშვებმა მაინც არ ჩაიქნიეს ხელი. ეთყობა ბავშვებში იმდენად არის, არ ვიცი, მოწყურებული რატომ, ამ ბავშვებმა ხომ არაფერი არ იციან წარსულის შესახებ იმდენად, მაგრამ ეთყობა აი ნათქვამიდან, გაკვეთილებიდან, ცხოვრებიდან გამომდინარე, აინტერესებთ აფხაზეთი, წყურია ეს თემა და სწორედ აქედან გამომდინარე დაიბადა იდეა, რომ პროექტი აგებულიყო ამ თემაზე. და უნდა ითქვას, რომ პროექტს ძალიან დიდი ენერგიით და შემართებით თანაუდგა გვერდში და გადაწყვიტა თანამონაწილეობა საჩინოს ნომერ 2 საჯარო სკოლის კოლექტივი. მე მინდა განსაკუთრებული მადლობა უთხრა რაიონის ხელმძღვანელობას, განსაკუთრებით ჩვენი რაიონის რესურს ცენტრს ბატონ დავით სალიას, რომელმაც ფრთები შეგვასპა, რომ ეს პროექტი განხორციელებულიყო. მე მინდა უდიდესი მადლობა უთხრა მხარდაჭერისთვის, ყურადღებისთვის, თანადგომისთვის, ფრაქცია დემოკრატიული საქართველოს, ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარეს ბატონ ბერდია კალანდიას, მთელ წარმომადგენლობას, ახალგაზრდა ფრაქციის, ასევე ახალგაზრდულ პარლამენტს. იმდენად დიდი იყო ამ პროექტი დაინტერესება, რომ აი ნამდვილად არც მოველოდი. არ ვიცი, მე მგონი ბავშვებმა რაც დაისახეს მიზნად, პატარა ნაბიჯი იყო ეს უმნიშვნელო, ამათგან გადადგმული, როგორც აღნიშნეთ, წვეთი იყო, მაგრამ ეს წვეთი მაინც დაისხა დღეს ამ სკოლაში და ჩვენ რას ველოდებით იმას, რომ ამ წვეთს იქიდან, აი გაღმა ნაპირიდან შემოუერთდეს კიდევ ვინცობა, კიდევ წვეთი. საინფორმაციო გამოშვება ობიექტივი დასრულებულია. მომავალ კვირამდე გემშვიდობებით. კარგად ბრძანდებოდეთ.